მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სტატისტიკა საქართველოში რთულად და წინააღმდეგობრივად აღრიცხვადი მოცემულობაა, სამთავრობო მონაცემები ერთადერთი წყაროა, სადაც ყველა შესაძლო ინფორმაცია ტურისტული ვიზიტების შესახებ თავს იღებს. ტურისტების დათლა აღრიცხვის კრიტერიუმებზე დისკუსია ბევრი შეიძლება, მაგრამ ის, რომ ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია, ამას პირდაპირ და გარე ფაქტორებიც ადასტურებს. სასტუმრო კომპლექსების დეველოპმენტის მიმართულებით ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება მზარდია, თუმცა მანამდე ტურიზმის არსებულ სტატისტიკას გადავხედოთ და ინვესტორთა აქტიურობის სწორუპოვრობაშიც დავწმუნდებით. მაშასე. ვიზიტორების დინამიკა 2024 წელს ასე ნაწილდება. საქართველოს 6,5 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს მოიცავს. აქედან 2024 წელს ტურისტების რაოდენობამ 5 მილიონ 100,000 ვიზიტორი შეადგინა, რითაც პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებლებს პირველად დაუბრუნდა. ტურიზმიდან შემოსავლებს რაც შეეხება, სფეროდან 2024 წელს საქართველომ 4 მილიარდ 400 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 7,3%-იანი ზრდა არის. 2024 წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყვნენ. ტურისტული შემოსავლები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელიდან, ირანიდან და საუდის არაბეთიდან. შესაბამისად 41, 17,9 და 21,2%-ით. შემოსავლების ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აზიის ბაზრებმა, განსაკუთრებით ჩინეთმა და ინდოეთმა შეიტანა მაშინ, როცა თითქმის ყველა ტრადიციული ბაზრიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა. ისტორიულად ტურიზმის შემოსავლების ყველაზე მსხვილი წყარო რუსეთი გახდა, თუმცა 2024 წელს რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი წლიურად 2%-ით 850 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ტურისტების ვიზიტების და მათგან შემოსავლების ზრდის ფონზე საქართველოში წლიდან წლამდე ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი სასტუმრო ბიზნესში ინვესტირებაზე მზარდ ტენდენციას აჩვენებდა. თუმცა ერთია ააშენო სასტუმრო კომპლექსი და მეორეა უმნიშვნელოვანესი გამოწვევებს შორის ამ ბიზნესის სწორი მართვა, რასაც ცოდნა უნარები, გამოცდილება და მაღალპროფესიული მენეჯერები და კადრები სჭირდება. ამიტომაც ინვესტორებმა აქტიური კონტაქტების დამყარება საერთაშორისო ქსელებთან, სასტუმრო ბრენდებთან და ამ ინდუსტრიის მმართველ ოპერატორ კომპანიებთან დაიწყეს. სწორედ აქ და ამ დანიშნულებით ვიხილეთ 2023 წელს. საქართველოს ბაზარზე შემოსული საერთაშორისო კომპანია Aimbridge Hospitality EMA. ჩვენ ვესწრებოდით შეხვედრა, სადაც საქართველოს და რეგიონის ერთ-ერთმა უმსხვილესმა დეველოპერულმა კომპანია Allianz Group-მა სწორედ Aimbridge Hospitality-სთან მენეჯმენტ კონტრაქტი მათ საკუთრებაში მყოფი Allianz Palace აპარტ-ოტელის მართვაზე გააფორმა. თუმცა საკუთრივ Aimbridge-ის ისტორია გაცილებით ადრე იწყება. ამ და სხვა დეტალებზე ვეხმიანები Armin Eberhards, რომელიც Aimbridge Hospitality-ის აღმოსავლეთ ევროპის საოპერაციო ვიცე-პრეზიდენტია. მასთან ორწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს, მას შემდეგ რაც ერთმანეთის სწორედ Allianz Group-თან გაფორმებული ხელშეკრულების ღონისძიებაზე გავიცანით 2023 წელს. მართალი ხართ, ჯერა რომ საინტერესო ისტორია. Aimbridge Hospitality-ის ისტორია დაიწყო 60 წელზე მეტი ხნის წინ. შეერთებულ შტატებში 1960-იან წლებში კომპანია Interstate Hotels Resort-ის დაარსებით, რაც ერთადერთ მოდელს მოიცავდა პენსილვანიაში. დიახ, კომპანია შემდეგ გაფართოვდა და ამერიკაში Howard Johnson ჰოტელის მართვა დაიწყო. 1970-იან წლებიდან კი გრძელვადიანი პარტნიორობა გააფორმა Marriott-თან. ამ ათწლეულის დასრულების შემდეგ კომპანია შეერთებული შტატების მასშტაბით 25 სასტუმროს აერთიანებდა და დაწყებული ჰქონდა საქმიანობის დივერსიფიკაცია პროექტების მენეჯმენტის და დიზაინის მიმართულებით.
ეს ყველაფერი გაცილებით გვიან დაიწყო. პირველად ევროპაში გავფართოვდით და სასტუმროებს ისეთ ქვეყნებში ვიმატებდით, როგორებიცაა ირლანდია, ბელგია და ნიდერლანდები. შემდეგ შევედით ქალაქებში, ლონდონსა და მოსკოვშიც. სწორედ აქედან დაიწყო აღმოსავლეთ ევროპული ექსპანსია. მივედით ცენტრალურ ამერიკამდე და ინდოეთის სუბკონტინენტამდე. ამავე დროს არსებითად გავზარდეთ ჩვენი წარმოადგენლობა გაერთიანებულ სამეფოში და პორტფელში აღმოსავლეთ ევროპა, რუსეთში შესვლით შევიტანეთ. მოგვიანებით 2011-18 წლებში დსთ-სა და კავკასიის ქვეყნებში დავიწყეთ ექსპანსია და დამკვიდრებისთვის გავხსენით სასტუმროები ყაზახეთში, უზბეკეთში, ბელარუსში და ერევანსა და სომხეთში. And also in Yerevan, Armenia. Cambridge-ის ისტორიიდან და დაკვირვებიდან არ შემიძლია არ გამოვყო, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში კომპანია უკვე 230-მდე სასტუმროს მართავდა შეერთებულ შტატებში და მათ შორის იყო ლეგენდარული რუზველტ ჰოტელი ნიუ-იორკში. საჯარო კომპანიიდან კერძო მმართველობაში დაბრუნების შემდეგ Cambridge Hospitality საერთაშორისო ექსპანსიას და განვითარებას იწყებს ლონდონის, ინდოეთის, მეხიკოს, მოსკოვის, ირლანდიის და ბელგიის მიმართულებით. 2011 წლიდან კომპანია მნიშვნელოვნად ზრდის ოპერირების გეოგრაფიას ჩინეთის და ნიდერლანდების ბაზარზე შესვლით. ასევე Cambridge მნიშვნელოვნად ზრდის პორტფელს და წარმომადგენლობას დიდ ბრიტანეთში. სწორედ ამ წლებში იწყებს Cambridge შესვლას ბელორუსში, ყაზახეთში, უზბეკეთში და სომხეთში. აქვე იწყება დაინტერესება მთელი კავკასიის რეგიონით და საქართველოთი. Cambridge საქართველოს ბაზარზე ბათუმში ალიანს ჯგუფის მფლობელობაში მყოფი ალიანს პალასის აპარტ-ოტელის მენეჯმენტის შეთანხმებით შემოვიდა. როგორც იცით, ალიანს ჯგუფი ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერია საქართველოში. მისი ძლიერი მხარეებისა და ჩვენი Cambridge-ის საოპერაციო პროფესიონალიზმის გაერთიანებით საშუალება მოგვეცა საქართველოში სტუმარ მასპინძლობის სექტორის რევოლუცია მოგვეხდინა. ახლა უკვე გვაქვს დადასტურებული მოცემულობა, რომ სასტუმროებს მომსახურების გაუმჯობესებულ ხარისხს თავაზობთ, ისევე როგორც გაუმჯობესებულ ღირებულებას დეველოპერებსა და ინვესტორებს. ჩვენ ვიქნებით გონიერში Wyndham Grand Residences პროექტის ოპერატორები. შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ უხელმძღვანელებთ რამდენიმე კომპლექსს, მასშტაბურ დაწესებულებებს, მათ შორის all-inclusive პროექტებს, რაც ჩვენს წარმომადგენლობას ზრდის. Which is enhancing our presence. Yeah, for future operational სამომავლო საოპერაციო შესაძლებლობებისთვის დეველოპერებსა და ჩვენს პარტნიორებს თავაზობთ მშენებლობის პერიოდში ტექნიკურ საკითხებში მრჩევლობას, რაც მოიცავს ჩვენს ექსპერტულ განხილვას დიზაინისა და ინჟინერიის მიმართულებით. დეველოპერებთან, გუნდთან, კონტრაქტორებთან, არქიტექტორებთან და ექსპერტებთან ძალიან ახლო კოორდინაციით. Contractor, architects and the MEP experts. დამატებით იმასაც გეტყვით, რომ Cambridge-ის გუნდის ჩართულობა საქართველოს პროექტებში მხოლოდ დეველოპერების და მათი პროექტების ტექნიკური მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. თანამშრომლობა ქართველ პარტნიორებთან ითვალისწინებს Cambridge-ის გუნდის და ექსპერტების ჩართულობას დეველოპერების კონტრაქტორებთან, არქიტექტორებთან, ინჟინერი ტექნიკოსების და მშენებელთა გუნდებთან, რაც პროცესის ეფექტიანობას ზრდის. When Cambridge CMEA როდესაც Cambridge ახალ ბაზარზე შედის, ცდილობს, რომ დაუყოვნებლივ გახსნას თავისი წარმოადგენლობა და დაამკვიდროს თავისი ცოდნა სასტუმროს ოპერირებისთვის მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, კომერცია, მოგების სტრატეგია და მენეჯმენტი, ასევე IT მიმართულება. ეს მფლობელებს და პარტნიორებს საშუალებას აძლევთ ახლო, პირდაპირ და უშუალო წვდომა ჰქონდეთ ჩვენს კომპეტენციებზე. ჩვენ პირდაპირ ვართ ჩართულნი პროექტის მშენებლობაში და ჩვენი სასტუმროების გუნდებისთვის გვაქვს მხარდაჭერა პირდაპირ ადგილზევე. running operations and hotel teams directly on site. Cambridge-ს უკვე აქვს ოფიციალური მონაცემები ბაზარზე ჩვენი ოპერირების შესახებ. იმ სტანდარტების შესახებ, რომლითაც ჩვენს ბიზნესს ვმართავთ. საშუალოდ ყოველ წელს 10 ახალ ობიექტს ვხსნით. ჩვენი ტექნიკური ცოდნა და საოპერაციო გამოცდილება უზრუნველყოფს, რომ ჩვენი პარტნიორები და დეველოპერები პროექტს დროულად ჩაიბარებენ. ასევე ვწმუნდებით, რომ იმ შემთხვევაში თუ საქმე ფრენჩაიზს ეხება, ახალი ობიექტი სრულად იყოს თანხმდრაში ბრენდთან. ჩვენი მიმართულებით ბოლო პროექტები ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მათ შორის ალიანს პალასის შემთხვევაშიც უკვე არსებული ბიზნესის ჩვენს მენეჯმენტში გადმობარებაა. ასევე ჩაბარებული გვაქვს დიდი მასშტაბის კურორტი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ესპანეთში, სასტუმრო ნიდერლანდებსა და აგრეთვე ბელგიაშიც. Under an Accor brand in Belgium.
We are ჩვენი ოპერირების მასშტაბი უნიკალურს ხვდის. გვაქვს გლობალური გავლენა, რომელიც შეუდარებელია. ამავე დროს ვქმნით ადგილობრივ ლანდშაფტს და რეგიონულ ჯგუფებს, რათა პარტნიორებს პირდაპირ წვდომა მივცეთ ჩვენს ექსპერტულ ცოდნაზე. გვყავს ექსპერტთა ჯგუფები თავისი ხელმძღვანელობებით და აღმოსავლეთ ევროპის შემთხვევაში ეს მე გახლავართ. ამავე დროს ჩვენი მასშტაბების საშუალებას გვაძლევს შევიმუშაოთ ტექნიკა, რომელიც ინდუსტრიის საჭიროებებზე ზუსტად იქნება მორგებული. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანოთ ჩვენი რეპორტინგის ხელსაწყო ფინანსური შედეგებისათვის. ეს არის უზუსტესი ხელსაწყო, რომელიც Cambridge-ში შევქმნით. ამ ხელსაწყოს ვიყენებთ იმისთვის, რომ დავატრენინგოთ და მეტი ცოდნა შევძინოთ ჩვენს ფინანსურ, ბუღალტრულ და კომერციულ გუნდებს. ეს ტექნიკა გამოიყენება რეგიონულ დონეზე ჩვენი ობიექტების შეფასებისა და ანალიზისათვის. ის ასევე გვეხმარება მფლობელისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაში, მაქსიმალური გამჭვირვალობისათვის. ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში საქართველოს არაერთ წერტილში, არა მხოლოდ მთავარი მიმართულებებით, როგორებიცაა მაგალითად ბათუმი და თბილისი, არამედ რეგიონებშიც. ეს ადასტურებს, რომ საქართველოში ჩვენი პორტფელი იზრდება. ქვეყანაში უკვე გყავთ დეველოპერთა და ანტრეპრენიორთა ძლიერი ჯგუფი, რომლებსაც სტუმარ მასპინძლობის სექტორი ახალ დონეზე ახავთ. ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, სადაც ძლიერი წარმომადგენლობის შექმნა გვსურს. ხედავთ უზარმაზარ პოტენციალს, რომლის ათვისებაც შეგვიძლია. We see a lot of untapped potential for us to take over and to manage. ინტერვიუს მომზადებისას პარალელურად ვინტერესდებით Cambridge Hospitality EMA-ის წლის შედეგებით და ვიგებთ, რომ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიამ დამატებით 9 ახალი მართვის კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მათ შორის დანიური ProArc გრუპის საკუთრებაში მყოფ 6 სასტუმროსაც მოიცავს, რომელთა შორისაა Hilton Garden Inn Birmingham Airport, Hyatt Palace და Hyatt House Leeds. ჯამში საუბარია მხოლოდ ამ წლის დასაწყისში პორტფელში 1348 სასტუმრო ოთახის დამატებაზე. და მაინც, რატომ საქართველო? და რა არის მიზეზი, რის გამოც Cambridge Hospitality ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში. ალბათ ინტერვიუს შეჯამებისთვის სწორედ ეს თემა გვაინტერესებს ყველაზე მეტად. Very much so, Georgi. Absolutely, very much so. რა თქმა უნდა, გიორგი, აბსოლუტურად. ქვეყანაში ვხედავთ აუთვისებელ პოტენციალს და შეუდარებელ ზრდას. ვხედავთ ენერგიას, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე დეველოპერებს მოაქვთ. მუდმივად ავითარებენ რეგიონს და სტიმულს აძლევენ მთავრობასაც, რათა სტუმარ მასპინძლობის სექტორმა ახალ მწვერვალებს მიაღწიოს, გააუმჯობესოს მასშტაბები, დაწესებულებები და ინფრასტრუქტურა. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რომ ამ მოგზაურობის ნაწილი ვიყოთ. ამიტომ ვცდილობთ, რომ ძლიერი წარმომადგენლობა დავამკვიდროთ. საქართველოს უკვე მიიღო ბიზნესის ევროპული სტილი. ღია იმ ფაქტის მიმართ, რომ ტურიზმი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს ბევრ ქვეყანაში ვხედავთ ქვეყანაში შესვლაზე უამრავ შეზღუდვას. მოგზაურებისათვის საქართველოში კი მოთხოვნა იზრდება. საქართველო უფრო ვითარდება და მიმართულებით ზრდის საერთაშორისო ინტერესს ქვეყნის მიმართ. საქართველოს ახლა სჭირდება ჩვენი ცოდნა იმისათვის, რომ მიწოდება, რომელიც ამჟამად ქვეყანაშია, საერთაშორისო მოთხოვნებთან იყოს თანხვედრაში, რომელიც საქართველოში მოგზაურობის მიმართ სულ უფრო მზარდია. ამავე დროს ვხედავთ, რომ მთავრობისა და ინდივიდუალური ანტრეპრენიორების ზალისხმევა ერთმანეთთან თანხვედრაშია. ისევე როგორც ფინანსური ინსტიტუტების ზალისხმევა, რათა ქვეყანა მრავალი მიმართულებით განვითარდეს. ეს ქმნის სამუშაო ადგილებს არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც, რაც საბოლოოდ დოვლათს ქმნის. And that brings wealth. Cambridge Hospitality-ის აღმოსავლეთ ევროპის საოპერაციო ვიცე-პრეზიდენტთან ინტერვიუ ამით სრულდება, თუმცა გრძელდება თავად კომპანიის ისტორია. და ამ ინტერვიუს კიდევ ერთი ამბავი წამოეწია, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. ბორჯომში 60 მილიონი დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის 5 ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. ეკონომიკის სამინისტროს დასტურით Wyndham Grand ბორჯომის პროექტი ხორციელდება დეველოპერული კომპანიების New City Development-ის და Apcos მიერ Wyndham Hotels and Resort-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანია Cambridge Hospitality-სთან თანამშრომლობით. ვისურვებდი ხშირად მოგიყვეთ ასეთ პროექტებზე და თანამშრომლობაზე საქართველოში.